არსებობენ ძაღლები, რომლებიც ბურთს გითმობენ. არსებობენ ძაღლები, რომლებიც ჩუსტებს კბარავენ. და არსებობს ის, ცოცხალი ტანკი. კუნთების და ბეწვის 80 კილოგრამიანი მანქანა, რომლის ერთადერთი მიზანი თქვენი სიცოცხლის გადარჩენაა. თუნდაც ეს მას საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუშვდეს. მას ეძახიან რუსულ დათვს, ეძახიან სტალინის ძაღლს, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ნაგაზი. დღეს ჩვენ არ მოგიყვებით ვიკიპედიის მშრალ ფაქტებს. დღეს თქვენ გაიგებთ, რატომ ცდილობდა საბჭოთა კავშირი ამ ჯიშის მითვისებას და დამახინჯებას. მართალია თუ არა, რომ მისი ნაკბენი ლომისას უტოლდება და რაც მთავარია, მე უპასუხებ კითხვას, რომელიც ყველას გაწუხებთ. თუ ღამით თქვენს სახლში ქურდი შემოვა, შეჭამს მას ნაგაზი თუ უბრალოდ გააფრთხილებს. მოკლედ, ეს ტოპარხია, ჩვენ ვიწყებთ. სანამ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენს ჭამს ეს გიგანტი, მოდი გავარკვიოთ, საიდან მოვიდა ის. ბევრი უცხოელი ექსპერტი იტყვის, რომ ეს რუსული ჯიშია, მაგრამ ისტორია ჯიუტია. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ მსგავსი ტიპის ჯიშები კავკასიის მთებში ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დარბოდნენ. ისინი არ იყვნენ გამოფენის ძაღლები, რომელთაც შამპუნით ბანდნენ. არა მეგობრებო, ესენი იყვნენ გლადიატორები. წარმოიდგინეთ ქართველი მწყემსი ღამით. მთაში ირგვლივ სიბნელეა, სიცივეა და მგლების ხროვა, რომელიც ფარას უტევს. მწყემს არ აქვს ავტომატი, მას ჰყავს მხოლოდ ნაგაზი. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ამ ჯიშის მთავარი თვისება – ინტელექტი. მაგრამ მე-20 საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. საბჭოთა არმიას სჭირდებოდა უნივერსალური ჯარისკაცი. მათ დაიწყეს საუკეთესო ძაღლების მასობრივი გაყვანა საქართველოდან. მათ უნდათ შეექმნათ წითელი ვარსკვლავი. ძაღლი, რომელიც დაიცავდა გულაგებს, ქარხნებს და საწყობებს. მათ აურიეს ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ტიპები და დაარქვეს კავკასიური ავჩაკა. მაგრამ ნამდვილი კინოლოგები დღესაც აღიარებენ. საუკეთესო, ყველაზე ლამაზი და მასიური ეს არის ქართული მთის ტიპი. ის, რასაც ჩვენ თართს ვეძახით. ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია, ისევე როგორც ქვევრის ღვინო ან მრავალჟამიერი. კარგი, ისტორია გავიარეთ, ახლა გადავიდეთ ექშენზე. რამხელა იზრდება ნაგაზი? პასუხი მარტივია, ძალიან დიდი. თუ ლაბრადორი ყავთ, ჩათვალეთ, რომ ნაგაზი ლაბრადორს საუზმეზე შეჭამდა. ნუ ხუმრობთ, რა თქმა უნდა. ზრდასრული ხვადი ხშირად 80-დან 90 კილოგრამამდე აღწევს. მაგრამ მე მინახავს 100 კილოგრამიანი ეგზემპლარებიც. ეს იგივეა, რომ სახლში პატარა პონი გყავდეთ. ოღონდ პონისგან განსხვავებით, მას კბილებიც აქვს. და აი, მოვადექით მთავარს. ყბები. კავკასიური ნაგაზის ყბენის ძალა არის დაახლოებით 550-დან 700 PSI-მდე. რომ შევადაროთ პიტბულის ძალა, ეს იქნება 235 PSI. როტვეილერის კი 328, ხოლო ლომის ყბენის ძალა 650 PSI-ა. დიახ, სწორედ გაიგეთ. გაბრაზებული ნაგაზის ყბენა იგივეა, რაც ლომის ყბენა. მისი ერთი ჩავლება ძვლების დასამსხვრევად არის შექმნილი. სწორედ ამიტომ ეძახიან მას მგელ მგუდავს. მგელთან ბრძოლისას მას იცავს სქელი ტყავი და ბეწვი, ხოლო მისი კონტრშეტევა არის სასიკვდილო. თუმცა ამ ზომას ერთი დიდი მინუსი აქვს. ბეწვი, მეგობრებო. თუ თქვენ გიყვართ შავი ტანსაცმელი და სისუფთავე, ნაგაზი თქვენი მტერია. წელიწადში ორჯერ ის იცვლის საბურველს და ამ დროს თქვენ სახლში იმდენი ბეწვი იქნება, რომ შეგიძლიათ მეორე ძაღლიც მოგცალოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი – ფსიქოლოგია. ინტერნეტში წერენ, რომ ნაგაზი არის უკონტროლო მკვლელი. ეს არის სრული სისულელე. სინამდვილეში კავკასიური ნაგაზი არის ენერგიის დამზოგველი სნაიპერი. ის არ დარბის უაზრო ღობის გასწვრივ და არ ყებს ყველა გავლენ მანქანაზე. როგორც გერმანული ნაგაზი ან რომელიმე სხვა ჯიში. არა, კავკასიური ნაგაზი წევს. ის გიყურებთ. შეიძლება გეგონოთ, რომ სძინავს, მაგრამ სინამდვილეში მისი რადარები ჩართულია. წარმოიდგინეთ სიტუაცია. ღამეა, ქურდი გადადის ღობეზე. სხვა ძაღლები დაიწყებდნენ ყეფას და ქურდს გააფრთხილებდნენ. ნაგაზი არ ყებს. ის ჩუმად დგება. ის ელოდება, როდის გადმოვა მსხვერპლი მის ტერიტორიაზე და შეტევა ხდება სრულიად უხმაუროდ. სწორედ ეს არის ყველაზე საშიში. სიჩუმე შეტევამდე. როგორც კი საფრთხე ქრება, ეს მონსტრი იქცევა დიდ, ფუმფულა დათუნიად.
ისინი საოცრად თბილები არიან ოჯახის წევრებთან. ბავშვებს შეუძლიათ ყურებზე მოკაჩონ, ზედში აჭრნენ, ნაგაზი კი ამ ყველაფერს ითმენს. თუმცა გახსოვდეთ, ნაგაზისთვის არსებობს ჩემი ხროვა, ანუ თქვენი ოჯახი და დანარჩენი სამყარო. ნუენდობით მას როცა სტუმრები მოდიან, ის არ არის ოქროს რეტრივერი, ის არავის გაუყენებს. გაგიჩნდებათ კითხვა თუ ვის არ ვურჩევდი ნაგაზს. თუ თქვენ ცხოვრობთ 30 კვადრატულ ბინაში თბილისის ცენტრში, გთხოვთ იყიდეთ ზაზუნა. ნაგაზის ბინაში გამოკეტო არის დანაშაული. მას სჭირდება სივრცე, სჭირდება ტერიტორია, რომელსაც დაიცავს. ბინაში ის გაგიჟდება, დაგინგრევთ ავეჯს და რაც უარესია, გახდება აგრესიული თქვენს მიმართ. ასევე ნუაიყვანთ ნაგაზს თუ ხართ რბილი ხასიათის ადამიანი. ეს ძაღლი არის დომინანტი. ლეკობაშივე ის შეგამოწმებთ, ვინ არის სახლში უფროსი, მე თუ შენ. თუ თქვენ ერთხელ მაინც დაუთმობთ, ჩათვალეთ რომ სახლში გეყოლებათ 90 კილოგრამიანი უფროსი, რომელიც უკმევს ყველას, ვისაც მოუნდება. ეს არ არის ძაღლი ყველასთვის, ეს არის პასუხისმგებლობა. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ დიდი ეზო, ძლიერი ხასიათი და გინდათ გყავდეთ მეგობარი, რომელიც ჯოჯოხეთშიც გამოყვებათ, უკეთესს ვერაფერს იბოვით. ეს არის ჩვენი ისტორია. ეს არის ცოცხალი ლეგენდა, რომელიც იმსახურებს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ისე, როგორც ქართული მტის ძაღლი და არა როგორც საბჭოთა ექსპერიმენტი. თუ მოგეწონათ ვიდეო და გიამაყებათ ეს ჯიში, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ტოპარხი. მოვალ შეხვედრამდე.